განვაგრძობთ ეთერს. სამშენებლო დეველოპერული კომპანია Monolith ჯგუფი საქართველოს ბაზარზე უკვე 12 წელია ოპერირებს და არაერთი პროექტი განუხორციელებია. დღეს უნდა გაგაცნოთ თანამედროვე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი Monolith Green City, რომელიც თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს და რომლის მშენებლობა დასრულებულია. მასთან ერთად ორი მიმდინარე პროექტი უნდა გაგაცნოთ, Monolith Ethno City, რომელიც ასევე ისტორიულ უბანში ბრძანისში მდებარეობს და Monolith Dიღომი City. რა სპეციალური შეთავაზებები ელოდებათ დასრულებულ კომპლექსში Monolith Green City-ში მომავალ ბინადრებს თამუნა როსტიაშვილი, Monolith ჯგუფის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გვეტყვის ახლა დილა მშვიდობის. დილა მშვიდობისა თამუნა. თუ შეიძლება რომ თვითონ კომპანია, დეველოპერული კომპანია Monolith ჯგუფი გაგვაცნოთ და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს დარწმუნებული ვარ იციან, მაგრამ არიან ადამიანები ალბათ ვინც არ იცის. და აი პირველი გამარჯობა როგორ შეიძლება რომ უთხრათ ადამიანებს. Monolith ჯგუფი უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, არაერთი პროექტი დაუსრულებია და აუშენებია. თუმცა დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენს მიმდინარე პროექტებზე და დასრულებულ პროექტზე, რომელიც ის ძალიან აღსანიშნავი პროექტები არის. დავიწყოთ მაშინ იმ საქმეებით, რაც დაუგროვდა შეიძლება ითქვას Monolith ჯგუფს, ხო და დასრულებული კომპლექსი. ალბათ ეს ის არის, რაც პირველ რიგში შეგვიძლია რომ გავაჟღეროთ ჩვენი ტელემაყურებლისთვის ახალი უბანი ძველ თბილისში. ესეთი სახელწოდებით არის ხო მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც გვინდა რომ ახლა გავიცნოთ. Monolith Green City. კი, Monolith Green City არის მრავალფუნქციური თანამედროვე კომპლექსი, რომელიც 12 ჰექტარზე არის გაშენებული ისტორიულ უბანში ორთაჭალაში. დაახლოებით კილომეტრ-ნახევარია მანძილი ისეთ ლოკაციებამდე, როგორიც არის ნარიყალა, მეტეხის ციხე, ბოტანიკური ბაღი, აბანოთ უბანი. შესაბამისად, პროექტი საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ. ანუ ამართლებს სახელწოდებას ახალი უბანი ძველ თბილისში, იმიტომ რომ ამ ისტორიულ უბანში შეიძლება ითქვას რომ მდებარეობს. კი, როგორც აღნიშნეთ, კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, არ მხოლოდ მშენებლობა, თვითონ ეზოს მოპირკეთება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ანუ სრულად ყველაფერი დასრულებულია. შესაბამისად, მობინადრეებს გადაეცათ უკვე მათი კუთვნილი ბინები და ცხოვრობენ. კი ბატონო, და ბუნებრივია ასეთ დროს მშენებლობას როცა ვახსენებთ, გვაინტერესებთ რა მასალაზეა საუბარი, ანუ რა მასალებით შენდება საცხოვრებელი კომპლექსი. ზოგადად ჩვენი კომპანიისთვის, Monolith ჯგუფისთვის ხარისხი არის უპირველეს ყოვლისა. შესაბამისად, ვიყენებთ მაქსიმალურად ხარისხიან მასალებს და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს, რაც შემდგომში მობინადრეებს ეხმარებათ იმაში, რომ დაზოგონ გარკვეული თანხა კომუნალურ გადასახადებზე. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ უკვე როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას იწყებ და გინდა რომ ელექტროენერგია შენი ფინანსები დაზოგო, კი, ბუნებრივია რომ ეს ნამდვილად მიმზიდველია ხოლმე თითოეული ადამიანის ეს გასაყვანი. თავისთავად ჩვენს ბიუჯეტს ასე ვთქვათ პირდაპირ პროპორციულია ხოლმე ამ ყველაფერთან. კარგი, შეთავაზებებზე რომ გადავიდეთ, Monolith Green City-ში რა შეთავაზებები ელოდებათ უკვე მომავალ ბინადრებს და ვთქვათ რა კონკრეტული საკითხები შეგვიძლია გავაჟღეროთ ამ მიმართულებით. ესეც ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა, რომ ყოველთვის მომხმარებელზე ორიენტირებულ შეთავაზებებს ვთავაზობთ და გადახდის პირობებს. ზოგადად, ამიტომ საშემოდგომო აქციის ფარგლებში ვთავაზობთ $180-მდე ფასდაკლებას. ასევე გვაქვს შიდა განვადების პირობები, მიუხედავად იმისა, რომ კომპლექსი დასრულებულია, მაინც ვთავაზობთ ამას მომხმარებელს. შემოდგომა ესე ვთქვათ კარგი დრო არის ფინიშასადენად, მით უმეტეს რომ კომპლექსი დასრულებულია და მომენტალურად მიიღებს მობინადრე გასაღებს. აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ზოგადად კომპლექსის ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან საინტერესო არის. ტერიტორიაზე არის საცურაო აუზი, ველო და სარბენი ბილიკები, პადელის კორტები, რომლებიც დღეს ესეთი აქტუალურია და ტრენდულია, დიახ. კი, არის სპორტული მოედნები, საბავშვო მოედნები, ტერიტორიაზე არის საბავშვო ბაღი და სკოლა. სხვადასხვა ხედავს პარალელურად აი ამ კადრებს
იმ ინფრასტრუქტურისა, რაც უკვე დახვდება Smart Monolith Green City-ში. არის, ანუ კომერციული ობიექტები არის, ანუ არის ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისთვის, იმისთვის რომ დრო დაზოგონ თქვა და დიდი დრო არ დახარჯონ მგზავრობისას. ყავს უკვე ბინადრები ამ საცხოვრებელ საკმაოდ ბევრი მობინადრე არის უკვე, რომლებიც ნაწილი არემონტებს ბინებს, ნაწილი უკვე ცხოვრობს და ეზოში უკვე კი აქტიურობა და ჩოჩქოლი უკვე არის ეზოში. კი ბატონო. ორი მიმდინარე პროექტი, Monolith Ethno-City და Monolith Dighomi. აი რატომ Ethno-City მაგალითად? Monolith Ethno-City ეს უკვე ჩვენი მშენებარე პროექტებია, Monolith Ethno-City და Monolith Dighomi City-ც. Ethno-City რატომ? კარგი კითხვაა ძალიან. ეს კომპლექსი მდებარეობს ქრწანიში. გამოირჩევა დაბალი განაშენიანებით, რადგან ძველუბანშია გადაწყვეტეთ, რომ დაბალი სართულიანობა ქონდეს კომპლექსებს და გარდა ამისა მოპირკეთება ექნება თბილისისთვის დამახასიათებელი წითელი აგურით. ამიტომ ესე თქვათ, ვინარჩუნებთ თბილისის იერსახეს მაქსიმალურად და ამიტომ დავარქვით სახელწოდება Monolith Ethno-City. Monolith Ethno-City-ის შემთხვევაში კომპლექსი პრემიალური არის, ვარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით, ექნება ძალიან ლამაზი ლანდშაფტი, სხვადასხვა მცენარეებით და ნარგავებით მოლამაზებული, ხეივნები, სოციალური სივრცეები, მანდაც იქნება აუცილებლად სპორტული მოედნები, საბავშვო მოედნები და ასე შემდეგ. Monolith Dighomi-ს რაც შეეხება ამ შემთხვევაში, ვთქვათ, რა ეტაპზეა მშენებლობა, რა მდგომარეობაში ვარდება თამუნაბინები და აუცილებლად მინდა კითხვა ასევე, როდის სრულდება ორივე მიმდინარე მშენებლობა? Monolith Ethno-City სრულდება 2026 წლის ზაფხულში, ხოლო Monolith Dighomi City სრულდება 2027 წლის ივნისში. Monolith Dighomi City-ც მშენებარე პროექტი არის, მდებარეობს პატარა დიღმის ტერიტორიაზე ამერიკის საელჩოს უკან. აქაც აღსანიშნავია, ანუ ოლიმპიური სოფელი არის გვერდით, შესაბამისად ბევრი სპორტული აქტივობა არის შესაძლებელი, დიღმის ჭალები, რაც დიდი რეკრეაციული ზონაა, ამიტომ თავისი ადგილმდებარეობით პროექტი ძალიან საინტერესოა. ორივე პროექტი, როგორც Monolith Ethno-City, ასევე Monolith Dighomi City, საინვესტიციოდაც არის საინტერესო. ბინები 36 კვადრატული მეტრიდან იწყება. და როგორც აღვნიშნე, გადახდის პირობებზე ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ რაღაც ხელსაყრელი პირობები შევთავაზოთ მომხმარებლებს და შიდა უპროცენტო განმადებაც მოქმედებს პირველადი შენატანის გარეშე თანაც. თამნა, თქვენ აღნიშნეთ, რომ Monolith Green City-ის შემთხვევაში, როგორც საცხოვრებლად, ისევე საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველია, მაგრამ საინტერესოა, აი ამ ორი მიმდინარე პროექტის შემთხვევაში, ვთქვათ, რა ხდება? ამ პროექტების შემთხვევაშიც ანალოგიურად მათი ადგილმდებარეობებია. კი, იგივე შეთავაზებები არის აუცილებლად, ასევე როგორც აღვნიშნე, შიდა განმადება არის, რომელიც გრძელვადიანია უფრო, ამიტომ ძალიან ხელსაყრელი პირობები გამოსდის მომავალ მობინადრეს იმისთვის, რომ ბინა შეიძინოს. მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის პირობები, რომელიც გავაჟღერეთ, მაგრამ ალბათ ეს არის საშემოდგომო სეზონის პარალელურად, რაც აინტერესებს მაყურებელს, ის შეთავაზებების კონკრეტული, ვთქვათ, საკითხები, რომელსაც თავაზობს დეველოპერული კომპანია. კი, დავიწყებ დასრულებული კომპლექსით Monolith Green City-თ, საშემოდგომო შემოთავაზების ფარგლებში ისარგებლებენ ფასდაკლებით, შიდა განმადებით, შესაბამისად შეიძენენ უკვე დასრულებულ ბინას, Monolith Ethno-City-ის შემთხვევაში და Monolith Dighomi City-ის შემთხვევაში, ასევე სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები გვაქვს, ასევე გვაქვს შიდა განმადება გრძელვადიანი და პირველადი შენატანის გარეშე და რა თქმა უნდა სამივე კომპლექსის შემთხვევაში იპოთეკური სესხითაც შეუძლიათ სარგებლობა მობინადრეებს. კი ბატონო, მოვისმინეთ თუ დასრულებული მიმდინარე კი ბატონო, არჩევანი უკვე ჩვენზეა. დრო ხელსაყრელია და დანარჩენი უკვე რაც შეგვეძლო ყველაფერი უთხარი ჩვენს მაყურებელს. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თამუნა, ძალიან დიდი და წარმატებები თქვენს და თქვენს მომავალ ბინადრებსაც. მადლობა.